დასაქმდეს მიიღოს გარკვეული შემოსავალი. მაგდა ანიკაშვილი დღეს გორის რაიონში იმყოფებოდა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წევრი სოფელ მეჯვრისხევის მოსახლეობაში. შეხვდა და პარტიის სამომავლო ჯანდაცვის პროგრამა გააცნო. ანიკაშვილის თქმით აუცილებელია რომ სხვადასხვა პაკეტში მედიკამენტების რაოდენობა გაიზარდოს, ქრონიკული პაციენტებისათვის კი მედიკამენტებით დაფინანსება შეზღუდავი რაოდენობით იყოს შესაძლებელი. გორის მოსახლეობასთან შეხვედრისას მაგდა ანიკაშვილმა ჯანდაცვის გაუმჯობესებაზე ისაუბრა. ქრისტიან-დემოკრატი მიიჩნევს, რომ სადაზღვევო პაკეტი, რომელიც ახლა მოქმედებს, სრულყოფილი არ არის და ის გაუმჯობესებას საჭიროებს. ანიკაშვილი თვლის, რომ უნდა გაიზარდოს იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ასევე ქრონიკული დაავადებების მქონე ყველა პაციენტისთვის წამლების სადაზღვევო პაკეტში ულიმიტო უნდა გახდეს. მგონია, რომ ეს ყველაფერი რაც ისაუბრა აუცილებელია და უნდა შესრულდეს ყველაფერი ჩვენი მთავრობისგან. ლიმიტი პოლისში ჩადებული მედიკამენტების დაფინანსების არის ძალიან მცირე და მეორე მხრივ არის სია მედიკამენტების შეთანხმებული სადაზღვევო კომპანიებთან, რომელშიც ძალიან ბევრი წამალი, რომელიც ჭირდება ადამიანებს, უბრალოდ არ ხვდება ამ სიაში. ამიტომ აუცილებელია, რომ ერთის მხრივ გაფართოვდეს ეს ჩამონათვალი მედიკამენტებისა და ასევე გაიზარდოს ზოგადად ის ლიმიტი, რომელიც ჩადებული არის პოლისებში. პირველადი ჯანდაცვის ობიექტები ამბულატორიები არის სერიოზულად მისახედი. მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მაგდა ანიკაშვილმა მეჯვრისხევის ამბულატორია დაათვალიერა და სოფლის ექიმებსაც გაესაუბრა. ამის შემდეგ ანიკაშვილმა ამბულატორიაში ერთ-ერთი პაციენტი თავად გასინჯა და მას პირადად სამედიცინო დახმარებაც გაუწია. სოფელში ონკოლოგიური პაციენტების პრობლემებზე მაგდა ანიკაშვილმა ზაირა ნიკურაძის ოჯახში ისაუბრა. ნიკურაძე წლებია ონკოლოგიური ავადმყოფია და მას სისტემატიური მკურნალობა ესაჭიროება. რომ ითხრეს საოპერაციო ხარო, საქონელი მყავდა, ყველაფერი დავყიდე, გავიგეთე ოპერაცია. იმის შემდეგაც თუ კიდე რამე იყო, ორი იყო თუ საქონელი, ისე მაგითი გავიგეთე ეს ქიმიები. 6 კურსი გავიგეთე ჩემი სახსრებით და იმის შემდეგ პროგრამაში ვარ ჩართული. მეჯვრისხევში ვიზიტი მაგდა ანიკაშვილმა ლუარა მახათაძის ოჯახში სტუმრობით დაასრულა. ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი სოფლის ცხოვრებით დაინტერესდა და მახათაძეების დიასახლის საოჯახო საქმეებშიც დაეხმარა. ჩვენ რა მოთხოვნაც ახლა და პრეტენზიას მთავარი ამ პოლისთან გვაქვს, ეს არის ის, რომ მედიკამენტების დაფინანსება უნდა იყოს უფრო მეტი პოლისებში. ანუ პრინციპში მთავარი ხარჯი დღეს განსაკუთრებით ხანდაზმული ადამიანების უკავშირდება იმას, რომ წამლების შეძენა ჭირდებათ და ძალიან ძვირია წამლები, ამიტომ ხშირად ამას ვერ ახერხებენ. ქრისტიან-დემოკრატები წინასაარჩევნო კამპანიას აგრძელებენ და ისინი ხვალ თბილისში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატებს წარადგენენ.